ლაილაი წარმოგიდგენთ პროგრამას ინფორმატორი. მოგესალმებით ყველას და დღის განმავლობაში მომხდარ საინტერესო სიახლეებს გაგაცნოთ. თავდაპირველად გავიგოთ რა ხდებოდა ქართულ შოუ ბიზნესში. შემდეგ კი უცხოეთშიც გადავინაცვლოთ. ეთერშია პროგრამა ინფორმატორი ლაილაისთან ერთად. როგორც იცით, 23 მარტიდან კინოთეატრებში რუსთაველი და ახმეტელი კიდევ ერთი ქართულ ენაზე დუბლირებული საბავშვო ფილმი გამოვა, სახელწოდებით ძიძა მამები, რომელშიც მთავარ როლს ედი მერფი ასრულებს. ფილმის რეჟისორი კი სტივ კარია. Привет. Რავი, კარიღია იყო და ჩეკები მოგიტანეთ ხელფასისა. ხო, მაგრამ წინ არაფერი არ არის ხელს უყურებ. თავდაპირველად მინდა გითხრათ, მე არ ვახმოვანებ, მე ვახმოვანებინებ. როგორც ნემოზე და როგორც წინა მულტფილმებზე და ფილმებზე, აქაც ახმოვანებენ ცნობილი პიროვნებები. აია. ეხლა რა ენაზე რაღაც მე ვახმოვანებ ერთ-ერთ ძიძას, მარვინი ქვია ამ ძიძას, არის ესეთი როგორც ყოველთვის მიწევს ხოლმე ყველა გამოშტერებული მე უნდა შევხვდეს. ძალიან სასაცილო პერსონაჟია და დიდი სიამოვნებით ვახმოვანებ ასე ვთქვათ. ძალიან კარგი ფილმია, ბავშვები ძალიან ბევრს იცინებენ. კომისიიდან მოვიდნენ. სტუდია ორფეიში ქეთი გომართელი თავის მორიგ სიმღერას წერს, რომლის პრეზენტაციაც გიგა კვენეტაძის სოლო კონცერტზე შედგება. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, მალე ქეთის პირველი ალბომიც გამოვა, სადაც სხვა სიმღერებთან ერთად ეს სიმღერაც შევა. შუმარტყე ეფინებაცას ამე თვალებს რომ ასველებს. ეს სიმღერა, რომელიც ჩემს მეგობარს ძალიან ნიჭიერ ავტორშემსრულებელს გიგა კვენეტაძეს ეკუთვნის, არის ძალიან განსხვავებული, ანუ ამ სიმღერით იწყება ახალი ფაზა. განსხვავდება ჩემი წინა სიმღერებისგან ძალიან. გული ამ სიყვარულს სხვას ვერ ვის განდობს. ძალიან მომწონს და მინდა დიდი მადლობა გიგას გადაუხადო. აუცილებლად შევა ეს სიმღერა ჩემს სრულ ალბომში, პირველ ალბომში, რომელიც გამოვა სექტემბრის ბოლოსთვის. პრემიერა შედგება სიმღერის გიგას სოლო კონცერტზე, ხოლო რაც შეეხება კლიპს, აპრილის ბოლოსთვის გამოვა კლიპი და გადაიღებს სტუდია მაესტრო. გალერეაში ლიკა ორი ერთმანეთისგან განსხვავებული მხატვრის, დათო ლუაშვილისა და ნინო ცირეკიძის გამოფენა მოეწყო. ნინოს როგორც ჩანს აღმოსავლური კულტურა იზიდავს, ხოლო დათოს გრაფიკა და პორტრეტი. აკადემია დავამთავრე. პროფესიონალებაზე თავს ვერ დავდებ, მაგრამ სურვილი მაქვს, რომ ძალიან მოახლოეს მომავალში მივიტყვი ჩემს სიტყვას ქართულ მხატვრობაში. აკადემიაში ვსწავლობ ინტერიერ დიზაინს, მაგრამ არც სურვილი მაქვს პროფესიით მუშაობის და არც ვაპირებ და არც მუშაობ. ერთ-ერთი რაც ნახატში მე ვთვლი, რომ საჭირო არის, თვითონ ნახატი უნდა იყოს მეტყველი და ჩემი ემოცია, რაც მე ამაში გადავიტანე ნახატში, თვითონ ნახატმა უნდა გადმოგცეთ თქვენ. და მე მგონია ჩემი ნახატები რაღაცას მაგას ახერხებს, რომ ემოციური იყოს და მეტყველი და ხო დანარჩენი მეც ვერაფერს ვერ ვიტყვი მაგრამ. იმედით ვარ გესმის, რომ ახალგაზრდები უკვე ფიქრობენ და ფიქრის შედეგად აკეთებენ თავიანთ შემოქმედებას. და არა მარტო იმას, რომ რაღაც ახალი მიმდინარეობა თქვათ დაიჭერენ ხოლმე, ხშირად ხდება ეს ახალგაზრდობაში და ამ მიმდინარეობას რაღაცნაირად იმპროვიზირებას უკეთებენ. აქ ესე არ არის, აქ უფრო ისე არის, რომ ისინი ფიქრობენ რა უნდათ, რა თავიანთი პოზიცია, თავიანთი დამოკიდებულება უფრო ჩანს. დღევანდელი გამოფენა, ასე ვთქვათ, დათოს იდეა იყო. რაღაც გადავწყვიტეთ, რომ ორივეს ერთად ქონოდა გამოფენა, ფიქრობ საინტერესო გამოვიდა.
ყოველთვის მომწონდა აღმოსავლური მოტივი, ჩემი ნამუშევრებიც დღეს აქ წარმოდგენილი შესრულებულია აზიურ თემაზე. ყოველთვის მომწონდა ეს აზიური თემები, მუსიკა, ორნამენტი, კულტურა და ეს გამოვხატე ჩემ ნამუშევრებში. ლაილაი წარმოგიდგენთ პროგრამას ინფორმატორი.